ორი პროპაგანდისტური არხი რომ დაასანქცირა ბრიტანეთის ხელისუფლებამ, ყველამ ვიცით. ამის შემდეგ ერთი დიდი ისტერიკა მოიწყო კოლექტიურმა ქართულმა ოცნებამ. კოლექტიური ქართული ოცნება რა არის? რა ბიზინა ივანიშვილი, ასაკვირველი ამ ბანდიტური ჯგუფის სათავეში, ბიზინა ივანიშვილი ამ ქართული ოცნების სათავეში, ეს არის ჩავთვალოთ ბიზინა ივანიშვილი და უკვე შემდგომ კობახიძე, ბოჭორიშვილი, პაპუაშვილი, რომელიმე რიგითი დეპუტატი და ასე შემდეგ ობობის ქსელია, რომელიც ჩამოდის პრაქტიკულად ოპერატორამდე შესაძლო არა TV იმედისა და TV პოსტივისა, მაგრამ აი რაღაც სოციალური მედიის მენეჯერი გვარი არ მახსოვს, ისიც კი რაღაც სისულელეებს აბრახუნებს ამ სანქციების შემდეგ. მეცაც გეტყვით, მე შემომხვდა ერთ-ერთი ჟურნალისტად წოდებულის და საბედნიეროდ გვარი არ მახსოვს TV იმედის თუ ტელეიმედის ჟურნალისტად წოდებულის სიუჟეტი იმედის რა ქვია ხო იმ გადაცემას ეს ახალგაზრდა ქალბატონი ამბობს რომ მე მივწერე წერილი საგარეო საქმეთა მინისტრს. საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიტანეთის პასუხი საგარეო საქმეთა მინისტრისაგან კი არ მიმიღია. ანუ კადნიერდება, თავისუფლებას აძლევს, თავხედდება, თუ გნებავთ ასე ვიტყვი. და ბრიტანეთის საგარეო უწყებასაც კი, მინისტრსაც კი წერს წერილს. ცხადია პასუხს არ გასცემენ. კარგად უნდა ავუხსნა მათ, ვისაც ჯერაც ჰგონია, რომ იმედი არაფერს ჩადიოდა და პოსტივი არაფერს აკეთებდა ცუდს. ეს ორი ტელეკომპანია დასანქცირებულია არა მხოლოდ დეზინფორმაციების გავრცელებისათვის, არამედ პირველ ყოვლისა იმისათვის, რომ ისინი ქომაგობდნენ რუსეთს უკრაინასთან წინააღმდეგ ბრძოლაში, ომში ადანაშაულებდნენ ზელენსკის საინფორმაციო პოლიტიკა მათი სწორედაც რომ ამ ღერძზე იყო აწყობილი. აგრეთვე ქართული ოცნების უკლებრივ ყველა შეკვეთა-დაკვეთა ბრძანებას ასრულებდნენ და ეს შეკვეთა-დაკვეთა ბრძანებები კი იყო ამგვარი: გააშავეთ ევროპარლამენტი, გააშავეთ ზოგადად ევროკავშირი, გააშავეთ ევროპა და ეს ჩემზე კარგად იცის პრინციპში ყველამ, ვინც მუშაობს TV იმედში. და ვინც კომენტარზე აკეთებს იმის თაობაზე, რომ ჯერაც ყარად და უდრეკად გრძნობენ თავს და სანქციები ვერაფერს დააკლებს. ბრიტანეთი დიდი შვიდეულის წევრია, შესაბამისად დიდი შვიდეულის დანარჩენი 6 სახელმწიფოსთვის ერთგვარი არა იურიდიული, არამედ მორალური ვალდებულებაა გაიაზრონ და გადაიზიარონ ის სანქციები, რომლებიც ბრიტანეთმა დაუწესა ორ პროპაგანდისტურ რუსულ არხს. მისი სახეები, რომლებიც ფუნტ სტერლინგებს აფრიალებენ და აგე ფუნტი მივიღეთო, თუმცა მე კი დასცენენ, რომ ეს ყველაფერი იუმორიაო, მაგრამ არც იუმორად ვარგა ამგვარი ქმედება და არც გასერიოზულება უნდა ჩავუთვალოთ, მაგრამ მაინც ნებისმიერ შემთხვევაში ცუდი და არასწორი და მოდის ვიხდი უზნეო ბინძური საქციელია. მისი სახეები, არ ხსენებული პირი და სხვები, რეალურად სერიოზული პრობლემების წინაშე არიან. ქართულმა ოცნებამ რაც არ უნდა ქეში ფული მიიტანოს, შავი ქეში ფული მიიტანოს გარკვეული თვეების განმავლობაში ბიზინა ივანიშვილის ბრძანებით, ეს ყველაფერი არის დროებითი ამბავი ბიზინას უშუალოდ. გარკვეული დროის შემდეგ ტელეკომპანია იმედის შენახვა გაუჭირდება, არა იმიტომ რომ ეს ფული არ ექნება, ცხადია 15-20 მილიონი რასაკვირველია ექნება ბიზინას ყოველთვის, ან დიდი ხანი კიდევ. მაგრამ ბიზინა ივანიშვილს ალბათ აგრძნობინებენ, რომ შავი ფულის მიტანა და იმედის შენახვა სხვადასხვა მაქინაციებით მისთვის იქნება უარესი.
და შესაბამისად დროთა განმავლობაში დაიხურება მეგა პროექტები, ხელფასისაღება თუნდაც ხელზე ფუნტი სტერლინგებისა თუ ლარისა გაუჭირდებათ სახეებს და არა მხოლოდ სახეებს, TV იმედისა და Post TV-სა. და რეკლამა ნაკლები ექნებათ, გასაკვირველია გამოჩნდებიან ყოველთვის კომპანიები, მე ამას მსგავსები, რომლებიც კომპრომისზე წავლენ, ოღონდ საკუთარ თავს საფრთხის ქვეშ ჩაიგდებენ და გარკვეული პერიოდის შემდეგ სანანებელი ექნებათ ნამდვილად. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება რუსთავი 2-სა და ტელეკომპანია იმედის და აგრეთვე Post TV-ს ეგრეთ წოდებული ფინანსური შერწყმა. ანუ თანამშრომლები, რომლებიც ახლა არიან TV იმედში, დარეგისტრირდებიან იმედის თანამშრომლები რუსთავი 2-ის თანამშრომლებად და რაღაცა რუსთავი 2 ერთი ჰოლდინგი იქნება, მოდი ასე ვიტყვი, და რაღაცა რუსთავი 2-ს არ აქვს მოცემულ ეტაპზე პრობლემები, შესაბამისად რუსთავი 2-ის ფორმალურად ყოველ შემთხვევაში რუსთავი 2-ის ბიუჯეტიდან იქნება გადახდილი მათთვის შრომის ანაზღაურება ამდენი და ამდენი და რამდენიც აქვთ. ესეც ვერ იხსნის მათ გარკვეული პერიოდის შემდეგ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუსთავი 2-იც იგივე ბედს გაიზიარებს, რა ბედიც წილად ხვდა TV იმედს, როგორც პროპაგანდისტურ არხს. რატომ გაიზიარებს რუსთავი 2? იმიტომ რომ ისიც პროპაგანდისტური არხია და გაარწმუნებთ, რომ ბრიტანეთიდან და უკვე შემდგომ ევროკავშირიდან ამგვარი არ უფრო მკაცრი სანქციები დაეკისრება რუსთავი 2-საც და აღხსნი. რატომაც? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, არა მხოლოდ პროპაგანდისტური არხია, არამედ ქომაგობს რუსთავი 2-იც რუსეთს და მხოლოდ რუსეთს. და აგრეთვე გარდა რუსეთისა არადემოკრატიულ ძალებს მსოფლიოში არსებულებს და აგრეთვე დასავლეთისწინა ევროკავშირის კონკრეტულად შეერთებული შტატების მათ შორის და დამატებით წინააღმდეგმიდის რუსეთის მხარეს არის რუსთავი 2-იც, რაც არ უნდა ეწყინოს მის რომელიმე ხელმძღვანელს ახლა აცნობებს თუ უცნობებს თანამშრომლებს, რომლებთან ნაწილსაც მე ბუნებრივია ვიცნობ. ეხლა მე მკითხავთ ბევრი თქვენგანი რატომ რა არის ამის მადასტურებელი? რუსთავი 2 რო დასანქცირდება, ამის მადასტურებელი ახლა ბევრი ქექვარ ვარ დავიწყოთ, არის შემდეგი. უყურეთ, ეს არის იმ სუბიექტების ერთობა, რომელიც თანახმა არიან, რომ საქართველო ცეცხლის ალში იყოს გახვეული, იმ პერსპექტივით, რომ მათ დაუბრუნდებათ ხელისუფლება. ბაჩო ოდიშარია ოპოზიციასა და არასამთავრობოებზე. ამას რუსთავი 2 აღწერებს. კი ბატონო, მოქალაქეა ბაჩო ოდიშარია, ერთ-ერთი არხის წამყვანია Post TV-სი და მას აქვს უფლება ამგვარი განცხადების გაკეთებისა. ვერავინ ვერ დაუშლის, მაგრამ რუსთავი 2 ამას რო აშიარებს და მთავარ ან ერთ-ერთ მთავარ გამოსადებ ყოველ შემთხვევაში ნიუსაც სწორედ ეს რომ უკცევია, გადაუქცევია, ხო? ეს კი არის მიმანიშნებელი, რომ საინფორმაციო პოლიტიკა ჩემს მიერ უკვე ხსენებული არის ამგვარი. ანუ პრორუსი და ესენი ღიად ამბობენ პრორუსები არიან, პრორუსი ბაჩო ოდიშარიას აზრების ტირაჟირებას გვთავაზობს ხსენებული რუსთავი 2. კარგით, საბოლოო ჯამში ამ განცხადების გამო ხო არ დაასანქცირებენ ახლა რუსთავი 2-ს, მაგრამ ამგვარი განცხადება ბაჩო ოდიშარიასი არა სხვების არის პრაქტიკულად ყოველ დღე კი არა, დღეში 7, 10, 15, 20 ანუ საინფორმაციო ძირითადი ხაზი, საინფორმაციო პოლიტიკის ძირითადი ხაზი არის სწორედაც რომ ამგვარი. ანუ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული და კვეთრად პროსახელისუფლო, ობიექტური და დაბალანსებული კი არა. ოპოზიციას წარმოვადგინეთ და ბაჩო ოდიშარიას, ოპოზიციას წარმოვადგინეთ და ნინო წილოსანიც არა. უმრავლეს კი არა 10-დან 10 შემთხვევაში, 20-დან 19 შემთხვევაში თუ გნებავთ ასე ვიტყვი, სწორედაც რომ იმ პირების აზრთა ტირაჟირება ხდება, რომლებიც ამ შემთხვევაში ოპოზიციის გაერთიანების წინააღმდეგნი არიან და შესაბამისად სახელისუფლო ნავში სხედან და სხვა შემთხვევაში კი სხვა რამეს ამბობენ. ამის გამო კვლავ ვიმეორებ არა, მაგრამ ამგვარი ტენდენციების გამო რუსთავი 2 იქნება დასანქცირებული, მაგრამ ამასაც თავი დავარებ. აი ნახეთ რა ინფორმაციას ავრცელებს კვლავ ვიმეორებ რუსთავ სკრინებია ეს. რუსთავი 2. ნახეთ, ჰეზბოლას ცნობით დაჯგუფებამ ისრაელის სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანა. ისრაელმა რა იერიშები მიიტანა ჰეზბოლაზე, რა იერიშები მიიტანა ირანზე, რამდენად სწორია და კარგია, მოდი ასე ვიტყვი. ის იერიშები, რომლებიც მიაქვს ისრაელს
ჰეზბოლაზე და ირანზე, ირანის ბირთვულ პროგრამაზე, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციასთან ერთად, ამაზე რუსთავიორი როგორც წესი დუმს ან 20-დან 1 ინფორმაციაა გავრცელებული. დანარჩენი 19 სწორედაც რომ ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას და სხვა ირანის ხელისუფლების გარშემო შემოკრებილი ორგანიზაციების მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების ტირაჟირება. ამას ბუნებრივია აკვირდება შეერთებული შტატების, ან ბრიტანეთის, ან ორივესი, ან ევროკავშირის დამატებით საელჩოები, ყოველგვარი თარგმანების გარეშე, მოდი ასე ვიტყვი, ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების განვითარების პირობებში ადამიანური რესურსიც კი არ სჭირდება და დამატებითი წყაროები, ელემენტარული მონიტორინგია საჯარო სივრცეში არსებული ინფორმაციებისა, რომლებსაც ამ შემთხვევაში რუსთავიორი და სხვა შემთხვევაში რომელიმე სხვა არხი ან სპიკერი ავრცელებს და შესაბამისად რაპორტინგი ხდება ბრიტანეთის შემთხვევაში ლონდონში და შეერთებული შტატების შემთხვევაში აქაურის საელჩოდან ვაშინგტონში შესაბამის დეპარტამენტებში და ისინი იყალიბებენ კი არ აყალიბებენ პოლიტიკას რომ ვიცოდეთ მაინც. ამასაც დავანებოთ თავი, ესეც არ იქნებოდა ბაჩო ოდიჩარიას განცხადების კვალ-დაკვალ და სხვათა განცხადების კვალ-დაკვალ თუ გნებავთ შევისეირნოთ რუსთავიორის საიტზე, შევისეირნოთ მოდით. და მართლა აი ესე ერთი წამით დავაკვირდეთ რას ყვება, რასაც შემხვდება, უკლებრივ ყველაფერზე გავაკეთებ კომენტარს პრაქტიკულად. რუსთავიორის საიტი, სოციალური მედიის ქსელი, უფრო ზუსტი რომ ვიყო და დავიწყოთ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ბოლო ხელმისაწვდომი თანამგზავრული ფოტოების საფუძველზე ახლა უკვე შესაძლებელია დადასტურდეს ირანის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტის დაზიანება. არა, დაზიანება არა, ბატონებო, განადგურება პრაქტიკულად. მაგრამ თქვენ რატომღაც დაწერეთ სიტყვა დაზიანება. მათივე განცხადებით რადიოლოგიური შედეგები მოსალოდნელი არ არის. რადიოლოგიური შედეგები მოსალოდნელი არ არის თავად ქარხანაზე, რომელიც მნიშვნელოვნად დაზიანდა ივნისის კონფლიქტის დროს, დამატებითი ზემოქმედება დაზიანება არ დაფიქსირებულად ხვილია. ისრაელი და განსაკუთრებით შეერთებული შტატები, ეს არის მანიპულაცია, ისრაელი და განსაკუთრებით შეერთებული შტატები სწორედაც რომ ბირთვულ ობიექტებს ბომბავენ და ამის დადასტურებელი არის უამრავი ფაქტი, უამრავი კომენტარი, უამრავი ფოტო, უამრავი ვიდეო, ოღონდ რატომღაც რუსთავიორმა მანიპულაციით ისიც პირველივე ნიუსი, რომელიც ახლა შემოვხდა, ახლა არის დაახლოებით კი არა ზუსტად 4:30 3 თებერვლისა, რატომღაც სწორედაც რომ ამგვარ ინფორმაციას მიაქცია ყურადღება და გაავრცელა, ტირაჟირება მოახდინა ამგვარი ინფორმაციის. შემდეგი ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ბრიტანეთთან ურთიერთობა ასეთი აღარ არის, როგორიც იყო დონალდ ტრამპი. თუმცა დონალდ ტრამპის ეს სიტყვა, ეს სპეციალურად არის გაკეთებული, ეგრა მაგის პასუხია, რომ იმედის კონტექსტში ჩასვან, ეგრა მაგის პასუხია, მაგრამ დონალდ ტრამპი სხვა რამესაც ამბობს თავისი ცნობილ ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში, თუ არ ვცდები, და ამათმა კი რატომღაც გაქარდეს და ბრიტანეთი ვითომ და შეერთებული შტატები ებრძვის ბრიტანეთს, შეერთებული შტატების ლიდერი ებრძვის ბრიტანეთის ლიდერს და მათ შორის ესე იგი გადაირბინა შავ-მაკატამ, რომელიც არ გათეთრდება არასდიდებით, ამაზე გაამახვილეს ყურადღება. შემდეგი ინფორმაცია, ამას სიმართლე გითხრათ მომასპინებთ, არ ვიცი, ლაივი იყო, არც ვიცი ვინ არის ეს კაცი და ასე შემდეგ. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის საავადმყოფოში 299 დაშავებული გადაიყვანეს. ისრაელის ჯანდაცვის უცხების ცნობით, მათგან 19 საშუალო სიმძიმის დაზიანების 19-ს ქართული არიცია ამასთან, ხოლო 258-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 280 ხო ცოტა არ მათემატიკასთან ცოტა უჭირთ, მაგრამ მაინც 258-ს რომ მიუმატოთ 19, 279 გამოდის, 299-ზე კი ამახვილებენ ყოველდღიურას თავდაპირველად. ხო, ბოდიში უკაცრავად ეს რო არ იყო ეხა მყოვანი, 8 ადამიანის შფოთვითი აშლილობის საწინააღმდეგო კურნალობა ჩაუტარდა. დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებულ შტატებში შეუძლია ომების სამუდამოდ აწარმოოს, სწორია ეს იმ 20-დან 1-ია, რომელიც მართლაც ესე სწორად არის მოწოდებული, მაგრამ უკვე შემდგომ ეხლა გავანებოთ თავი რაღაცებს. ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სიღრმეში ჯარები განალაგა, ასე შემდეგ, საერთაშორისო
კონტექსტი. ქუვეითში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დაიხურა, აქ უკვე აღარ გვეუბნებიან რატომ, რა არის ამის მიზეზი და წარმოაჩენენ უკვე სიუჟეტში, წარმოაჩენენ ისე, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები იძულებული იყო, სხვა გზა არც ჰქონდა, მე რომ დაეხურა ეს საელჩო. მე ხსენებული ბაჩო ალდიშარიას განცხადება, უკვე აღარ მივაქციოთ ყურადღება მერავ დვალიშვილის ამბავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ჰეზბოლას ცნობა ამის თაობაზე, მე ჯეიდი ვენსი და მე ეს რაგვარია ეს ბანდიტი რაგვარიც არის ეს განათლების მინისტრად წოდებული და ასე შემდეგ. მაგრამ მე აქ ერთი ინფორმაცია უნდა მეთქვა, წამეკითხა თქვენთვის, ჩამეკითხა და აღარ მახსოვს სად არის, მაგრამ აი ლინკი კი ამოწერილი მაქვს, რამდენადაც მახსოვს და მინდა გაჩვენოთ, ეს არის სავარაუდოდ. ნახოთ კიდე კარგად. ხო, ბოდიში, კარგია, ბოდიში, სწორედ ეს არის, მაგრამ ახლა მანამდე ლინკს გაჩვენებთ, ბოდიში ვიხდი. ნახეთ, რას წერს რუსთავი 2. რუსთავი 2, ანუ რო არ გეგონოთ რომ მე ვწდები. ეს არის საფლავები, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი არახჩი ამბობს, რომ ეს არის საფლავები, ალბათ ჩანს ფოტოზე, ზეთხედია მაინც, შენობას კი ჰგავს, მაგრამ რაღა ის ზეთხედია, აქედან გამომდინარე ესე კარგად უნდა აღიქვათ კადრი, მართლა საფლავების, გათხრილი საფლავების კადრებია, არ გიგონოთ რომ ასე არ არის. ეს არის საფლავები, რომლებიც იჭრება 160-ზე მეტი უდანაშაულო გოგონასათვის, რომლებიც დაიღუპნენ ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის მიერ დაწყებითი სკოლის დაბომბვის დროს. მათი ცხედრები ნამსხვრევებად იყო დაფლეთილი, ამას ამბობს არახჩი. მართლა ამბობს ამას, ოღონდ რუსთავი 2 რომ კომაგობს ამ შემთხვევაში ირანს, ამის მადასტურებელი ის კი არ არის, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა. არამედ ამის მადასტურებელი არის ის, რომ მან არ გაავრცელა, არ მინდა შემეშალოს ერთ-ერთია და აქედან გამომდინარე თუ შემეშლება უნდა მომიტევოთ, თუ არ ვწდები ეს ლინკი. ამის მადასტურებელი არის ის, რომ მარკო რუბიო, ბოდიშ ვიხდი, მარკო რუბიო უარყოფს, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს ყველაფერი გააკეთა. ბოდიში, მე წავიკითხავ, რას ამბობს მარკო რუბიო, ჩავიკითხავ, ეს არის ვიდეო, ტაბულა ავრცელებს ამას. და ყველა რესპექტაბელური მედია საკუთარ თავს რომ სცემს პატივს, ის მედია ავრცელებს ამგვარ ანუ რუბიოს კომენტარს, ხოლო რა გაავრცელა რუსთავი 2-მა კი ვნახეთ, ანუ გაავრცელა მარტო საფლავების ფოტოები და არ გაავრცელებია მარკო რუბიოს კომენტარი სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთი მადასტურებელია, რომ ისინი კომაგობენ და რაღაცა კომაგობენ, ამიტომ მას დასანქცირებულები იქნებიან, ადრე იქნება, თუ გვიან შეერთებული შტატების მიერაც მათ შორის, იმიტომ რომ კვლავ მინდა გავიმეორო და ავუხსნა მაყურებელს და ავუხსნა რუსთავი 2-ის მოქმედ თანამშრომლებსაც, რომ თქვენ საინფორმაციო პოლიტიკაზე ვინც შეიმუშავებს, ისინი თქვენ გაგდებენ უმძიმეს მდგომარეობაში. ხო თითქოს ვერ ხედავთ, ვერ ამჩნევთ, საბოლოო ჯამში ვებმა რა გაავრცელა თუ სოცმედიამ რა თქვენი საქმეა, რომელი ოპერატორის, რომელი მონტაჟისა, რომელი რაღაც სხვა დეპარტამენტში მომუშავე პირისა, ხმის რეჟისორისა, ასე მაგალითად საეთეროში მყოფი პირისა და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენზე გავრცელდება ის სწორედ რომ მარკო რუბიოს არ მიაქციო ყურადღება სოცმედიამ და რეალურად კი ხელმძღვანელობამ მარკო რუბიოს ამ კომენტარს და შემოგთავაზა ის რაც გაჩვენეთ, ანუ კადრები გათხრილი საფლავებისა, რომელსაც აქვს კადრი, ფოტოკადრი, რომელზეც ასეც მიაწერა თქვენმა ტელეკომპანიამ, თქვენი ტელეკომპანიის სოცმედიის დეპარტამენტმა ხელმძღვანელობის კარდახით რასაკვირველია, არახჩის სიტყვებზე დაყრდობით რასაკვირველია, რომ შეერთებულმა შტატებმა გაანადა 160-ზე მეტი თუ 160 სკოლის მოსწავლე მოკლა. აი რას ამბობს მარკო რუბიო, თქვენ გეუბნებით პირველ ყოვლისა. ნახეთ, არის ცნობები, არის დიდი ოდენობით სამოქალაქო მსხვერპლი, თუ თავიდან დავიწყეთ. შეგიძლიათ გვითხრათ, რა იცის ტრამპის ადმინისტრაციამ, ეკითხებიან მარკო რუბიოს. ირანში შენობაზე დარტყმის თაობაზე. არ მეზარება თავიდან ბოლომდე, ეს არის წუთი და 18-იანი ვიდეო გავრცელებული ტაბულას მიერ, ლევანს მე დაუდასტურებ პატივისცემას, ანუ ლიდერს, რედაქტორს ნათეუს წუთიძეს ამ მედია გამოცემისა, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის არ ხშირად, მოდი ასე ვიტყვი, ზუსტ, მეტად ზუსტ, აი ძალიან ზუსტ ინფორმაციას აავრცელებენ ხოლმე განსხვავებით რუსთავი 2-ისგან. ირანელები ამბობენ, რომ სკოლა, აი ხო გაჩვენეთ კადრი, რომ საფლავებია გათხრილი და არახჩი ამბობს, რომ სკოლაში დაიღუპა ეს 160
ბავშვი მართლა ძალიან მძიმეა ახლა სკოლაში დაიღუპა 160 ბავშვი დაიღუპა საერთოდ ეს ძალიან მძიმე ამბავია და ასე შემდეგ. ეხლა ნახეთ რას ამბობს მარკო რუბიო და კვლავ ვიმეორებ მარკო რუბიო რას ამბობს ერთია და მეორეა რომ რუსტავიორმა არ დაგუდო პატივი და არ გაავრცელა მარკო რუბიოს ეს კომენტარი როგორც ტაბულამ მოიძია ასე ხო შეეძლოთ მოძიება თუ ტაბულას ლოგო მიაქციეთ ყურადღება შეიძლება ორიგინალი ვერ მოიძიეს ასეთი მეთოდიც არსებობს შეგიძლიათ ტაბულას ლოგოთი ან ტაბულას ლოგოს გარეშე საბოლოო ჯამში ამის მოძიებას რა უნდა YouTube-სა თუ ზოგადად სოციალურ ქსელში მაგრამ მაინც ეხა რას პასუხობს მე სულ დიდხანს არ გამიგზავნეს ეს ვიდეო ბლოგი მარკო რუბიო პასუხისმგებლიანი პირი სკოლაო ირანელები ასე ამბობენ რომ მარკო რუბიო ამბობს მათ შორის ბავშვებიც დაიღუპნენ და კითხვა გრძელდება ვნახე ეს ცნობები არ მაქვს უნდა მიმართოთ არა იმიტომ რომ კითხვაზე პასუხს თავს ვარიდებ არა როგორ გეკადრებათ არამედ არ მინდა რამე არასწორად თქვა პასუხისმგებლიანი სახელმწიფო პირი ისე როგორც პასუხისმგებლიანი მედია იქცევა ასე მტკიცებით ფორმაში თუნდაც არახში კი არა არ ვიცი ომარ ხაიამი რო ამბობდეს არ ვიცი იცით რუსტავიორში ვინ არის ომარ ხაიამი რომ ამბობდეს რომ აუცილებლად და ნამდვილად ამერიკელებმა გაანადგურეს სკოლა და მოკლეს ბავშვები მტკიცებით ფორმაში არადემოკრატიული რეჟიმის წარმომადგენელთა რომელიმე აზრის ტირაჟირება მტკიცებით ფორმაში ტირაჟირება არის არასწორი აი პასუხისმგებლიანი პირი მარკო რუბიო ნახეთ რას ამბობს არამედ არ მინდა რამე არასწორად თქვა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ხვდებით რატომ დასანქცირდება რუსტავიორი რატომ არის ის ირანის მხარეს იმიტომ კი რომ ვინმე გადაკიდებულია ნინო შუბლაძეზე ან რომელიმე თანამშრომელზე რომელიც მუშაობს რუსტავიორში არავითარ შემთხვევაში ვარლამ ავალიანზე ვაკუ ავალიანზე ყატარშია გამახსენდა ის ელჩი და რას აკეთებს ყატარში საქართველოს საელჩო ეგრა მაგის პასუხია ხო შვიდოთ არის ხო ვარლამ ავალიანი ვაკუ ავალიანი ხო ეხლა გავაგრძოთ მარკო რუბიოს მოსაზრებების მოსმენა ომის დეპარტამენტი გამოიძიებდა ამას ასე რომ იყოს ეს ჩვენი დარტყმა რომ ყოფილიყო და თქვენი კითხვით მათ მიუმართავდი ანუ მიუმართავდი ხექსეთსო ან ზოგადად მის უწყებას და არა მაინც და მაინც მე შეიძლება არა ვარ თლად კარგი ზუსტი ადრესატიო და უზრუნველყოფ მათ იცოდნენ რომ ეს კითხვა გაქვთ ანუ მეო ვიზა მისეო რომის დეპარტამენტმა ექსეთის უწყებამ ეს იცოდესო მარკო რუბიო ამერიკის შეერთებული შტატების მეორე არა მესამე პირი მოდი ვიტყვი ასე ამბობს ამას მაგრამ ჩვენ გვინდაო ამის გარკვევაო მისივე სიტყვებია ცხადია ამერიკის შეერთებულ შტატებს სკოლას მიზანში განზრახ არ ამოიღებდა ანუ ჩვენ ეს ყველაფერი განზრახ არ გაგვიკეთებია თუ ჩვენი გაკეთებულია მაინც და მაინც ეს ჩვენ განზრახ არ გაგვიკეთებია ჩვენი სამიზნეებია რაკეტები მათი წარმოებისა და გაშვების შესაძლებლობები და კამიკაძე დრონები ამაზე ვართ კონცენტრირებულნი მე ვკითხულობ არ გეგონოთ რომ რამის ვიგონებ და არანაირი ინტერესი არ გვექნებოდა და გულწრფელად ვამბობ არც არანაირი სტიმული რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მიზანში ამოგვეღო მეორე მხრივ ირანელები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიზანში იღებენ ბოდისმით და აღარ გავაგრძელოთ ხო მე კვლავ რუსტავიორზე ვლაპარაკობ ეხლა მინდა ვილაპარაკო და არა მარკო რუბიოს პასუხი პრინციპში გასაგებია და ეს არ გაუშუქებია კვლავ ვიმეორებ არც ის არ გაუშუქებია რუსტავიორს ან იმედს ან პოზიტივის ან საზოგადოებრივ მაუწყებელს რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რაღაცა მარკო რუბიო ახსენებს აქედან გამომდინარე გამახსენდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სწორედაც რომ ირანს მიაქვს ალი ხამენეის ხელისუფლების ნარჩენებს მოდი ასე ვიტყვი რომ იქ ბევრი ადამიანი განადგურდა იცით თქვენ კი არ გარდაიცვალა ეგრა მაგის პასუხი აკაიქ სწორედ სახელმწიფო მედიაში შემხვდა ეს სიტყვა გარდაიცვალნენ ვარა ლოგინში კი არ მომკვდა რაღაცა რომელი ისინი ლიკვიდირებული მათი ლიკვიდაცია მოხდა ლიკვიდირებული იქნენ არ მინდოდა მეთქვა და ამიტომ შეცვალე გზადაგზა ლიკვიდაცია მოხდა განადგურება მოხდა მათი
და თქვენ რატომღაც არ ამახვილებთ ყურადღებას ირანი სწორედაც რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ინფრასტრუქტურას ურტყავს ირანს მიაქვს იერიშები სწორედაც რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და აი ეს არის თავარი საკვანძო ამბავი. ოღონდ ეს ყველაფერი გროვდება რაპორტინგებში არ ჭირდებათ მათ გიგაური ტაბლიაშვილი რომელიმე ადამიანი რომელიც ინგლისურ თუ ქართულ ენაზე მიაწვის ინფორმაციას არ ჭირდებათ. მესაც გეტყვით ამ საელჩოებში ქართული სტაფი მუშაობს ბრიტანეთის საელჩოშიც შეერთებული შტატების საელჩოშიც ევროკავშირის მისიაშიც ისინიც კი არ სჭირდებათ ხო ელემენტარული მონიტორინგი თუნდაც უცხოელები აკეთებდნენ მოვახდინოთ დემონსტრირება აი ნახეთ ასვიზამ აი მე ამას დავა სკრინშოტებ ციტატა არის ესეთი მეორე მხრივ ირანელები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიზანში იღებენ ნახეთ მე თქვენს თვალწინ ვასკრინშოტებ ამას და ის გასკრინშოტ და მე ახლა გადავუგდებ chat GPT-ს ჩავსვავ ამ ფოტოს მე მათ მომცარო უკვე შესაძლებლობა რომ ეს და ავტვირთე და ახლა ვკითხავ მითარგმნე ინგლისურად რას ამბობს რუბიო ეს ვკითხე და პასუხი თქვენს თვალწინ მომივა დაველოდოთ რადგან ქართულ სუბტიტრებში წერია ნახეთ ქართულ სუბტიტრებში წერია და მე უკვე რუბიოს ციტატა ინგლისურად ეს ნიშნავს on the other hand ანუ მეორე მხრივ the Iranians are targeting და ასე შემდეგ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბომბავენო civilian infrastructure ხო თუ გინდა მთელ ვიდეოსაც გადავწერ და ზუსტად თარგმნი კონტექსტი არ მინდა ამ შემთხვევაში მადლობა გადავუხადოთ არ მინდა ეს ხო ჩვენიც მაგაცია ყველას ოპერატორებო მე მესმის რომლებიც მუშაობთ რუსთავი 2-ზე ან იმედზე ან შერწყმულ შეერწყება მოხდება შერწყმა ორი კომპანიისა პოსტივიზე მემონტაჟეებო ადამიანებო რომლებიც არ ახართ პასუხისმგებელნი საინფორმაციო პოლიტიკაზე იმიტომ რომ გარწმუნებთ რომ ნინო შუბლაძეც კი ასე მაგალითად რუსთავი 2-ზე ან ვინმე სხვა არ არის თავარ სიტყვის მთქმელი რუსთავი 2-ზე საინფორმაციო პოლიტიკისა უკლებლივ ყველაფერი თუ არა რა ვიცი ეს ამბავთა 80% სწორედაც რომ გადათანხმებულია მართლ პარტიად წოდებულ ბანდასთან და სუსტად ოპერატორებო მემონტაჟეებო ადამიანებო მოქალაქეებო ჟურნალისტებო თუნდაც პროფესიით ან ვითომ ჟურნალისტებო რომლებიც მუშაობთ ამ არხებზე თქვენს შეგეხებათ ის სანქციები რომლებიც რუსთავი 2-ს უკვე შემდგომ დაეწესება სწორედ ამგვარი პოლიტიკის გამო ისინი თითქოს მე დაიწყება რასაკვირველია ლაპარაკი იმის დაობაზე რომ აი ჩვენ დავაშავეთ ჩვენ ინფორმაციას ვავრცელებდით არა ყოველი 30 ინფორმაციიდან 27 ან 25 თუნდაც 20 არის სწორედაც რომ ანტიდასავლური ანტიდემოკრატიული თითქოს არც არაფერია ხო მართლა თქვა არ აღჩი მაგრამ რატომღაც არავის ახსოვს რომ რუბიომ ეს თქვა სენატორმა ეს თქვა თუ აი კონგრესმენზე სენატორზე გამახსენდა კონგრესმენი კონგრესის წევრი ვილსონმა რაც თქვა რომ ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი შემდეგი ამაზე ხო არაფერი არ გაუკეთებია თქვენს ნინო შუბლაძეს ან თქვენს ვინ არის საინფორმაციო უფროსი არ მახსოვს იმ ბანდიტურ ტელეარხზე იმედზე არ მახსოვს არ შეიძლება არც ვიცი არა თუ არ მახსოვს არავით არ ვიცი ხო ხები კი მახსენდება მაგრამ ისინი საინფორმაციო უფროსები არ არის ხო ბანდიტია ნებისმიერ შემთხვევაში მაგრამ მისი ეს ქმედება მისი გადაწყვეტილება რომ რუბიო არ გაავრცელოს და გაავრცელოს ბაჩო დიშარია თუ რა ვიცი დუგინი თუ პუტინი და პუტინის ის მუქარა რომელსაც პირობითად ხო პუტინი ხო არახჩის მუქარა თუ რაღაც იქიდან აიათოლა ალი ხამენეის სეციური ირანიდან მუქარა ხო დასტურებელია იმისა რომ თქვენს შეგეხებათ ეს ყველაფერი რუსთავი 2-ებს მიმართავ ადრე იქნება თუ გვიან და მე არ იყოს ტირილი და ვაიდა ვუიდა მოთქმა რატომ იყო დასავლეთი რატომ არის დასავლეთი ასეთი კვეთრი და მკაცრი აი ამიტომ და კიდევ ერთხელ ამიტომ რუსთავი 2-ის
ორის დასანქცირებას ველოდები პირადად მე, მეოთხე ბლოგია თუ მესამე ბლოგია ჯამში მიწევს ქალწული საგარეიშვილის ხსენება, არ გადავეკიდე ოღონდ არავინ ჩათვალოს და მე უკვე ეს რაღაც მკვეთრი ბგერებით რუსთავი ორის სხვა შემთხვევაში და დღევანდელ შემთხვევაში იმედის დაცვა არ იყოს რა. გახედეთ საკუთარ თავს პერსონალურად და არხს, რომელიც ასეთ პრორუსულ არსებითად პრორუსულ პოლიტიკას აწარმოებს, საინფორმაციო პოლიტიკას. ნახვამდის.